ამაღლების ენერგიის ნათელი. მამა აბსოლუტის გზავნილი 26 ივნისი 2020 წელი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს მე მსურს გასწავლოთ კიდევ ერთი პრაქტიკა, რომელიც დაგეხმარებათ უფრო გაცნობიერებულად შეხედოთ იმას, რაც თქვენს გარშემო ხდება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ადენოთ თვალყური მსოფლიო მოვლენებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო სწრაფად ვითარდება, არამედ დაეხმაროთ მას საჭირო მიმართულებით, რომ განვითარდეს. როგორც უკვე მივხვდით, სიტუაცია, რომელიც ბოლო დროს სოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს, მიდის აბსურდამდე და ეს აიხსნება იმით, რომ ნელი ძალები, რომელთა ინტერესებიც ემთხვევა მმართველი ელიტის ინტერესებს, იბრძვიან ყოველი გამოღვიძებული სულის ხელის შესაკდებად. რაში გამოიხატება ეს? როგორც კი ადამიანში გაიღვიძებს ეჭვი, გაღიზიანება ან საკუთარი თავის მიმართ წმენა შემცირდება, ასტრალური არსებები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ადამიანის ემოციურ მდგომარეობას და მის ქმედების ყველა ნიუანსს, ცდილობენ ყველა ხერხით გააღვევონ ნეგატიური ენერგიების ეს პატარა ნაპერწკლები და აქციონ ნამდვილ კოცონად. ამას იმიტომ აკეთებენ ისინი, რათა მოწამლო ადამიანის ცნობიერება და სულიერი გზიდან გადაახვევდნენ. ამაში განსაკუთრებით ეხმარება მათ მასმედია, რაც ხელს უწყობს ფიზიკურ აზრობრივ აღსებას და ეხმარება ბნელ ძალებს ენერგეტიკულ მუშაობაში. ისინი ცდილობენ ყველა შესაძლო გზით დაფარონ ადამიანებისგან სიმართლე იმის შესახებ, თუ რაც ხდება რეალურად და დააბრუნონ ადამიანები უკან ბრბოში, რომლის მართვაც ასე იოლია. თქვენ კი ასე შეგეძლებათ ამ ზემოქმედებისგან თავის დაცვა. შეეჩვიეთ, რომ გააკეთოთ შემდგომი პრაქტიკა ყოველ ჯერზე, როდესაც ვცნობთ, რომ თქვენზე მოდის ენერგეტიკული შეტევა თქვენი ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ან მასმედიისგან. ასეთი ზემოქმედების ნიშანი ისაა, რომ რაიმეში თქვენი ღრმა რწმენა შეირყვა, ხოლო სულში გრძნობთ ეჭვებს, მაგრამ ინტუიციურად ხვდებით, რომ ეს ფიქრები თქვენი არ არის. სწორედ ამ დროს მოუხმეთ ამაღლების ენერგიას. სთხოვეთ მას გაანათოს თქვენი ცნობიერება, გაწმინდოს შემოჭრილი უცხო პროგრამებისგან, წარმოიდგინეთ თუ როგორ შემოდის ის თქვენს სხეულში გვირგვინოვანი ჩაკრის გავლით, ავსებს მას სითბოთი და შემდგომ ეშვება ქვემოთ. ის ავსებს ასეთივე სითბოთი თქვენს მეექვსე ჩაკრას და ეპიფის, ანუ გვირჩიებრივ ჯირკვალს. თქვენი ოქრო სამკუთხედით თბება და პულსაციას იწყებს. თქვენი ვიბრაციები იწევს იმ სიმაღლეს, სადაც ნეგატიური ენერგია და მისამე გაზომვის პროგრამები ვერ მიწვდება. თქვენ შეგეძლიათ დაატრიალოთ ენერგიის ნაკადი საათის მიმართულებით და სულ უფრო და უფრო გაზარდოთ მოქმედების რადიუსი. ეს დაგეცავთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს გარემოცვასაც ნეგატიური ენერგიებისგან, რომლებიც მოედინება მაგალითად ტელევიზორის ეკრანიდან ან ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ ჩაგეთრიონ ნეგატიური ხასიათის საუბრებში. ეს პრაქტიკა, რომელსაც შეგვიძლია უწოდოთ ამაღლების ენერგიის ნათელი, არის დედამიწაზე ღვთაებრივი ენერგიის დამიწება თქვენი ცნობიერების გავლით. მერწმუნეთ, ჩემო ძვირფასებო, რომ ეს პრაქტიკა ძალიან ეფექტურია და შეუძლია თქვენი გავლით კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერებაზე იქონიოს ზეგავლინა, რომელსაც ძალიან სჭირდება გამოღვიძებაში დახმარება, რადგანაც დედამიწის ამაღლების პროცესი სრული ტემპით მიმდინარეობს. გლოცავთ, ჩემო ძვირფასებო და მიყვარხართ განუზომად. მამა აბსოლუტი საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხებოდა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.